მოდით შევხედოთ, აი ესეთი ორი ნაწილი გვაქვთ, წინა და უკანა და ეხლა გვინდა ჩვენ გვერდითი ნაწილის მოქსოვა გვჭირდება უკვე. კარგით. ეხლა ამისთვის მე უკვე გადავახვიე, ნახეთ, ესე იგი ეს ერთი გორგალი დარჩა ზუსტად და ორ გორგალად, ანუ გადაახვიდეთ ისე რომ მიახლოებით ერთნაირი წონის გამოგივიდეთ ორი გორგალი და ახან ორი წვერი თქვსოთ, აი ესე მოხერხებული იქნება თქვენთვის. კარგით, ეხლა აი სახელური. აბა ვნახოთ ეხლა ეს სახელური. ეხლა აქ თუ შეხედავთ, ნახეთ, უზორი იცვლება ცოტა, თავიდან არის ესეთი ნაწნავისებური, მერე კიდევ ემატება გვერდიდან თითქოს აი აქეთ იქით კიდევ რთა, ესე. ახლა გაჩვენებთ აი ეს ადგილია, ხო? ეხლა ვიწყებთ ჩვენ სინამდვილეში აი ცენტრიდან. მივყვებით. შემდეგ აღარ იცვლება უკვე აქ უზორი, ანუ მანდ იგულისხმება, რომ უნდა მოგსოთ ისე, რომ შემოწდეს ჩანთას, ხო? ფაქტიურად რამდენი რიგიც აგაქვთ, ეს გვერდითი ნაწილი ჩანთის როგორიც გაქვთ, აი იმის მიხედვით აქ იმეორებთ და იმეორებთ, რომ ზუსტად დაემთხვეს, ხო? ამას მაინც გაჩვენებთ მე. და მე აქ ფაქტიურად აქ მოხვალთ, ხო? მე უკვე შემცირდება, ესე ეს თქვენი ნაკსოვი. კარგით. ეხლა ჩვენ გვინდა ეხლა თუ დააკვირდებით, ნახეთ, ეს ჩვენ რაც მოგსოვეთ, გვერდითი ნაწილი. აი ესე ჩადგება, აი აქ უნდა ჩადგეს ეს გვერდითი ნაწილი, აი ამათ შორის, ეს რასაც მოგსოვთ. და მოდით დავიწყოთ უკვე აი ამ სახელურის ქსოვა. ეხლა სახელური იმის მიხედვით აქ როგორც არის ნაჩვენები, თუ ესე მოგსოვთ, ეს არ ამგონია რომ ბეჭზე გადასაკიდებლად მოხერხებული იყოს, ამიტომაც აქვს დამაგრებული ეს ასე თქვა ტყავის კიდევ სახელური. მე ხა მინდა რომ ეს იყოს მხარზე გადასაკიდებლად, მაგრამ ძალიან გრძელიც არ მინდა, მაგრამ მაინც დავაგრძელებ ვიდრე არის აი აქ ნაჩვენები. ესე იგი თავიდან ეხლა აქ თუ შეხედავთ, გაქვთ ნახეთ, აქ პირველი რიგი რატომღაც არ არის ნაჩვენები, თავისუფალი თვეები გჭირდებათ, მერე უკვე იწყება ქსოვა, ხო? აი პირველი რიგი არა ნაჩვენები თავისუფალი თვეების, მაგრამ მივხვდებით აქ, ნახეთ, 1 2 3, 3 სვეტია, მერე ნახეთ, აქ გამოტოვებულია, აქ არის ერთი თვალი. მე-4, ეს მე-5, კიდევ გამოტოვებული მე-6, მე-7, მე-8 და მე-8-ის შემდეგ უკვე ეს 3 თვალი. ფაქტიურად სვეტია. მე-8, ხო? მე-9, მე-10, მე-11. 11 თვალი გჭირდება. ჯამში 11, აი ამ სვეტის ჩათვლით და მე მოვტრიალდებით უკვე აი ამ რიგს მოგსოვთ. ესე იგი თავისუფალი თვეები უნდა ავკრიფოთ. 11. პირველი კვანძი და 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. აი ეს. ესე იგი ბოლო 3 თვალი არის სვეტი. აი ეს სვეტია ბოლო სვეტი. ეხლა მოვტრიალდებით, ანუ 2 სვეტი მაქვს კიდე მოსაქსოვი მომდევნო რიგის და აი 1 2 3 და მე-4-ში. აი ესე ორ კედელში ესე ქვემოთ ჯობია ერთი ზაფი დატოვოთ და ზემოთ არ გაიწელოს. ეს ერთი სვეტი, ანუ ეს ერთი სვეტი, ეს მეორე სვეტი. აი ეს ორი სვეტი მაქვს ეხლა. შემდეგ თვალშიც თვალი ერთი ნამატით. ესე ესე იგი მოვყვები აქედან აქეთ. ხო, აი აქეთ. ეს 3 სვეტი უკვე მაქვს. აი ეს. ეხლა აქ ვტოვებთ ერთ თვალს და მომდევნოში სვეტი, თავისუფალი თვალი და იგივე თვალიდან კიდევ ერთი სვეტი. ვნახოთ, აი აქ ვტოვებთ აი ამ თვალს და აი აქ შევდიხართ. ერთი სვეტი, ერთი თავისუფალი თვალი და იგივე თვალიდან მეორე სვეტი. აი ეს. შემდეგი. აქ კიდევ გამოტოვებთ თვალს და 3 თვალი ერთი ნამატით გადავმოვათ. ვტოვებთ, აი აქ. 1 2 და 3.
აი ესეთია ეს რიგი. ახლა ჯოჯობით არ ჩანს არაფერი უზორი, მაგრამ გამოჩნდება. ახლა შემდეგ რიგზე 3 თავისუფალი თვალი, კიდევ მომდევნო სვეტის თავზე სვეტი. 1 2 3. აქ გირჩევთ რომ ნიშნული გააკეთოთ, რომ როცა მოტრიალდებით, ხომ ეს თვალი იცნოთ აქ, სადაც უნდა ამოიყვანოთ ხოლმე. ახლა მოტრიალდი და ესე იგი, აი ამ თვალის, ამ სვეტის თავზე ეს სვეტი გაქვთ, ამის თავზე ახლა მოგხსოვთ, აი აქ, ნახეთ. მეორე სვეტი. აი ეს. მეორე სვეტი. ახლა ორნამენტი უნდა მოგხსოვთ, აი ჩანს ხო? აი ესეთი მკრთალი არის, ჩადის აი ამ ძირში. როგორც ჩანთის ტანს გხსოვდით, აი აქ 6, უბრალოდ 5 თავისუფალი თვალით და მე 6 თვალი ნამატის გარეშე მასზე. მე ეს სვეტები. უკვე ჩდება. კარგი, ახლა მას გეტყვით და მე კიდევ გავაგრძელებთ. აი ეს თვალი, ერთი თავისუფალი თვალი, კიდევ ხო ჯერ ორნამენტი. 1 2 3 4 5 თავისუფალი თვალი. ჩადიხართ, აბა დააკვირდით, აი ამ ერთი თვალიდან ორი სვეტი რო გამოდის. აი იქ, ოღონდ ნახეთ. აი აქ გამოიტანეთ. აი ესე, თვალი ნამატის გარეშე და აქ როგორც გხსოვდით 6 თვალი ნამატის გარეშე. ახლა ის ორი სვეტი რო გითხარით, აი აქ ისე სადაც შუაში გაქვთ ორნამენტი. 1 თავისუფალი თვალი, მეორე ისე ორნამენტი. 1 2 3 4 5 იგივე ადგილას ჩადიხართ, ხო? როგორც ჩანთას გხსოვდით, გახსოვთ უკვე. აი აქ. და აქ თვალი ნამატის გარეშე. ისე 6 თვალი ნამატის გარეშე. აი ესეთი ორნამენტი დაგიჯდებათ. ახლა ამ ორნამენტის შემდეგ სვეტს ტოვებთ და ბოლო ორი სვეტი გაქვთ აქ და აი მან ერთი სვეტი, მეორე სვეტი. ანუ თვლები თითო ნამატით. აბა დააკვირდით, ამას ტოვებთ. აი აქ და კიდევ ერთი, აი 3 თავისუფალი თვალი რო ქონდათ, მესამეში აქ აიქნებოდა რომ ნიშნული გამეკეთებინა, მაგრამ ახლა გავაკეთოთ უკვე შემდეგ. რიგში რო წავალთ, აი ეს სვეტი მოგხსოვე, 1 2 3, ახლა გავაკეთებ. ანუ ახლა უკვე მომდევნო რიგში ავედი. აი აქ მოვედით ხო, ეს მოგხსოვე, აი აქ ავედი, მესამე თვალზე გავაკეთებ აუცილებლად ნიშნულს. და ახლა ცოტა გავაგანიერებთ, ხო? ანუ კიდევ ერთი თავისუფალი თვალი გაქვთ, როგორც არკა არის და მომდევნო სვეტის თავზე ორნამენტში, შემდეგ შუაში ორი სვეტი, შემდეგ ორნამენტი, სვეტი და ეს არკა, აი აქ ემატება, რომ ეს არკა ემატება. ახლა ერთი თავისუფალი თვალი უკვე დავამატე, ხო, 3-ის შემდეგ კიდევ. და ახლა თითოს, აი აქ მომდევნო სვეტის თავზე სვეტი. ორნამენტში. შემდეგ აი აქ ერთი სვეტი, ერთი თავისუფალი თვალი, მეორე სვეტი. ისე ორნამენტში. სვეტის თავზე. ეხლა არ დაგავიწყეთ, აქ ერთი თავისუფალი თვალი, აი აქ მოვედი. და შემდეგ ისევ სვეტი უკვე ნიშნულის, აი ნიშნული ძალიან დაგეხმარებათ თუ ჩაარჯობთ. ოღონდ ძალიან მჭიდროდ არის და ჯობია ამოიღოთ ხოლმე სანამ შეხვალთ. საკმაოდ მჭიდრო თვალია. მგონი დაინახეთ ხო სადაც არის, აი 1 2 და მესამე თავისუფალი თვალი, აი მან შევედი. აი ეს. აი აქ. ეხლა ისევ ავამაღლებ 3 თავისუფალი თვალი, მან
გადავიტან ნიშნულს და აი აქ სულ არკები გაქვთ გვერდებში, ხედავთ თითო თვალი, ანუ კიდევ ერთი თავისუფალი თვალი, მოვტრიალდით და აი აქ არკის შემდეგ რაც სვეტი გაქვთ, იმის თავზე სვეტი. აი აქ. შემდეგ უკვე ორნამენტი გვაქვს. ჩადის აი აქ. ანუ აქ თუ იმყოფებით, წინა რიგში. აი აქ. აი აქ ჩახვალთ. ანუ ერთ სვეტს აი ამას სვეტს ტოვებთ აქ არ ეხებით. 1 2 3 4 5. სულ ესე ხუთლიანი ორნამენტები გექნებათ. და ჩადიხართ, აი ეხლა აქ ვიმყოფები ამ რიგში, ხო, აქ მოსაქსოვე მაქვს და აი აქ. ხედავთ? ესე, აი მაგ შუაში და აი აქ. ეს თვალი ნამატის გარეშე და 6 თვალი ნამატის გარეშე ჯაჭვზე. 5 და 6. ეხლა აქ რა თქმა უნდა სვეტები გჭირდება, ერთი სვეტი, ერთი თავისუფალი თვალი, ხო, ამოვარდა არავაშავს. მეორე სვეტი. ისე ორნამენტი ხუთლიანი. სულ ყოველთვის გექნებათ ესე ხუთლიანი ორნამენტები ამ სახელურზე. აი ეს ისე იმ ადგილას ჩავედი, სადაც პირველი ეს ნახევარი ორნამენტის ხო პირველად ჩავამაგრე, აი ესე. აქ ისე 5, უბრალოდ 6 გვაქვს, ხო? 1 2 3 4 5 და 6 თვალი ნამატის გარეშე, აი ამ ჯაჭვის გარშემო, ხო? და ახლა შევხედოთ, აი აქ ვართ, ეს ორნამენტი გავაკეთე. ეხლა ერთ სვეტს ტოვებთ, აი არკის წინ რომ სვეტია, იმის სვეტის თავზე, აი. აქ არკა გაქვთ, ხო, აქ მომიძრა უბრალოდ მე ახლა ნიშნული. ამ სვეტს ტოვებთ და აი აქ. აი ესე. ერთი თავისუფალი თვალი აუცილებლად ამას ტოვებთ, აი აქ იყო ნიშნული, საიდან წამოვარდა. რომ არკა იყო იქაც, ხო? აი ესე კუბიკები უნდა გქონდეთ გვერდებზე, აი ორივე მხარეს, აი ესე. კარგით. ეხლა აი ესე მოვედი. ეხლა ფაქტიურად ჩვენ გავიმეორებთ. ეხლა აი ამ უკუღმარიკსაც გაჩვენებთ, მე მეორდება აი ეს და ეს რიგი რომ გაიმეოროთ და ორნამენტების მიხედვით, ხა თქვენ რა სიგრძე გინდათ ეს იმის მიხედვით უნდა იმეოროთ. აქ ჯამში გაქვთ 1 2 3 4-ია, აი ამ ადგილს ინტერვალში. მე ვფიქრობ, რომ მე გავაკეთებ უფრო მეტს, ანუ ვფიქრობ, რომ სადღაც 7 მინდა ესეთი ორნამენტის მიხედვით. 1 2 ხედავთ ხო, აი კრთალემებს ვთვლი. 4 გაქვთ აქ. ეს ერთმანეთის თავზე. მე მინდა 7 ასეთი და იმის მიხედვით რიგები გაიმეორეთ, რომ დაგიგროვდეთ 7. ესე იგი 3 თავისუფალი თვალი. აი აქ ვარ, ნახეთ, აი აქ. ნიშნულს დავაბრუნებ აუცილებლად და კიდევ ერთი თავისუფალი თვალი არკის მოტრიალდით. ახლა უკუღმარიკში ვართ და ჩვეულებრივ როგორც გხსოვდით, გამოტოვებთ არკას, პირველი სვეტი სადაც შეგხვდებათ, მერე ორნამენტში, მერე შუაში. აი ესე. ნახეთ, აი პირველი სვეტი აქ არის. შემდეგ გადაბმულად პირდაპირ ორნამენტში გაქვთ, აი აქ. შემდეგ აი აქ. ხო, ხედავთ ეს. ერთი არკიდან რომ გამოდის ორი. ესეთი სვეტი. ერთი თავისუფალი თვალი, იგივედან მეორე. აი ესე. ისე ორნამენტში. შემდეგ სვეტი, აი ნახეთ, სად არის ეს სვეტი? აი აქ. და აქ თავისუფალი თვალი არ დაგავწყდეთ ახლა. აი აქ მოვედი, ეს მოგსოვე, ორნამენტში ხედავთ, ორნამენტში მოგსოვე, შემდეგ კიდევ სვეტი მოგსოვე, ახლა თავისუფალი თვალი. და უკვე ნიშნულის ადგილას სვეტი. აი ეს თავისუფალი თვალი და აი ნიშნული თქვენი. დამოვიღებ, რომ გამიადვილდეს შესვლა. აი ეს. აი ეს, მორჩა, აი ესე, ახლა მე მოვედი, აი აქ, კიდევ ავამაღლებ,
იგივეს, აი ეს რიგი, წაღმარიგი და აი ეს რიგი ზუსტად ერთი და იგივეა, აი ესეც ზუსტად იგივეა, ხო, ხვდებით? წაღმა და უკუღმა რიგები, ეს ზუსტად ერთნაირებია, აქ ვიმეოროთ, ეხლა მე ვფიქრობ, რომ აი 7 ორნამენტი მჭირდება, ეხლა მაქვს 2, აი 2 ორნამენტი მაქვს, ესე 7-ს რო დავაგროვებ და აი წაღმა რიგში გავივლი და მექნება 7, ხო? აი მე უკუღმა რიგში უკვე შევხვდებით და გავაგრძელოთ ერთად, კარგით? ახლა კიდევ დავაგროვებ მე ამ ორნამენტებს. ნიშნულები აუცილებლად გამოიყენებ, დაგეხმარება ძალიან. რო არ აგერიოთ, სად უნდა მოიყვანოთ აი ეს ბოლო თვლები განსაკუთრებით. აი ესე მოვხსოვე, ნახეთ. აი ახლა ჩვენ გვაქვს აქ ზუსტად 1 2 3 4 5 6 7 აი ესეთი ორნამენტი. აი ეს ორნამენტის მიხედვით ესე გადათვალეთ და ეხლა ვაგრძელებთ ჩვენ, ესე იგი თითქოს ჩვენ მოვხსოვეთ, აქ გაქვთ 1 აი ორნამენტებს ვთვლი 1 2 3 4. აი თითქოს აი ეს ბოლო ორნამენტი მოვხსოვე, ეს წაღმა რიგი. ეხლა გადავდივარ აი მომდევნო, აი ამ რიგზე, უკუღმა რიგზე, აქ გაფართოება გვჭირდება. აი ახლა ნახეთ, აი წაღმა რიგი მოვხსოვე ბოლოს. და გვჭირდება გაფართოება, ანუ ეხლა აქ ესე ვთქვათ, ერთ თავისუფალ თვალს ვამატებთ აი ამ წერტილებში და ეს იძლევა ამ გაფართოებას. ეხლა უყურეთ, აი ჩვეულებრივ 3 თვალს მოვხსოვ, დავამაგრებ ისევ ნიშნულს. აი ესე. დავაბრუნე ეს ნიშნული. და ეხლა მოვტრიალდით, აქ სვეტები გვაქვს ჩვენ ჩვეულებრივ. ნახეთ, ერთი სვეტი არკაში, მეორე სვეტი სვეტის თავზე, მერე ერთი თავისუფალი თვალი. აი ეს არკაში, მოდით თვალში შევიდეთ, არკის თვალში, კარგით, უფრო დაფიქსირებული იქნება. აი ესე. ერთი სვეტი, მომდევნო სვეტი, აი ამ მომდევნო სვეტის თავზე. აი ესე. ერთი თავისუფალი თვალი, როგორც თქვით, ხო? აი 3 ესეთი სვეტი გაქვთ ახლა ეს რომ შეხედოთ. აი ეს ადგილი მოგხსოვე. ეხლა სვეტი გაქვთ ორნამენტში. მე ჩვეულებრივ როგორც გხსოვთ აი 2 სვეტიდან გამომავალი და ასე შემდეგ. აი ესე ორნამენტი აი ეს ხო? თავზე, ორნამენტის ეს თავზე. აი ესე კიდევ ერთი სვეტი. ეხლა აი აქ ხო? აი ეს 2 სვეტი გამოდის ერთი არკიდან. აქაც ასევე მოგხსოვთ სვეტი, ერთი თავისუფალი თვალი, მეორე სვეტი. აი ესე. აქაც სვეტი გაქვთ მომდევნო ორნამენტში. აი ეს მომდევნო. და შემდეგ გაქვთ ერთი თავისუფალი თვალი. აი როგორც აქეთ იყო სიმეტრიულად. ერთი თავისუფალი თვალი და 3 სვეტი. სვეტის თავზე არკაში და ბოლოს აი ნიშნულის თვალში გექნებათ პირდაპირ. ჯერ სვეტის თავზე, აი აქ. შემდეგ არკაში, არკაშიც ასევე ნახეთ, აი ეს არკა ახლა თქვენთან არის, აი ეს თავისუფალი თვალი. საკმაოდ პატარა თვალია, მაგრამ ესე განჯოლეთ და თვალში შედით ჯობია. აი ესე. და მესამე სვეტი უკვე აი თვითონ ნიშნულის თვალშია. ეს არის აი სვეტი რო ქონდათ ხო, სამთვლიანი მესამე სვეტია. მესამე თვალი თავისუფალი. აი ეს ნახეთ, ესე მესამე სვეტიც არის კი ამ სვეტებთან, აი ესე. კარგით. აი ახლა აი აქ მოვედით, ნახეთ, აი ეს მოგხსოვე ბოლოს ხო, ეს 3 სვეტი. ისევ 3 თავისუფალი თვალი იგივე თვალიდან. კიდევ ერთი სვეტი, ხედავთ, აი ეს სვეტი და ეს სვეტი ერთი თვალიდან გამოდიან. 1 2 3, აქ დავაბრუნებ აუცილებლად ნიშნულს. მოვტრიალდით და ისევ აი ნახეთ, აი ამ სვეტის თავზე გაქვთ ეს სვეტიც და ეხლა ნახეთ, აი ეს თავი არის აი ამ სვეტის, ეხლა სადაც შევედი. აი ანუ ერთი თვალიდან გამოდიან 2 ესეთი სვეტები. კარგით, ეხლა ნახოთ, ეხლა საინტერესოა, აი აქ არის ისევ
ემატება ნახევარი ორნამენტი, ანუ ფრთა ორნამენტის, აქედანაც დაემატება ნახევარი. ესე იგი, ეხლა აქ კარგად არ ჩანს, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ აი აქ ჩადის. აქ არ დაამაგროთ. აი აქ უნდა ჩახვიდეთ ცოტა ღრმად, აი ასეთივე როგორც აქ გექნებათ, ხო? აი აქ ჩავდივართ, ხო? აქ რო გავაკეთებთ ორნამენტს. აქ კიდევ აი წინა რიგის სვეტის ძირში, ოღონდ აი სად აი აქ აი ამ ორ სვეტს შორის, აი მე ესე ვფიქრობ, რომ ესე თუ კარგად გაადიდებთ. მართალია ძალიან მკრთალად არის, მაგრამ უკეთ მე ესე გადავწყვეტე, რომ აქ ჩავალ. აი აქაც თუ შეხედავთ, ვფიქრობ, რომ აი ამ პირველ და მეორე სვეტს შორის ჩადის აი ეს ესე იგი, თუ ამ ორნამენტს აკეთებთ, აი აქ უნდა ჩახვიდეთ, მე შემდეგ რიგში როცა იქნებით, აი წინა რიგის აი ამ ორ სვეტს შორის აი ესე, ხო? მე გაჩვენებთ ამას. ესე იგი, ისევ ხუთი თავისუფალი თვალი ეს ორნამენტი, რახან ნაცრისფერი ფერით არის, ეს ნიშნავს, რომ ხუთი თავისუფალი თვალი გაქვთ და ესე იგი, ნახეთ, აი წინა რიგის, აი ეს ორი სვეტი და ამათ შორის. და ეხლა მე აი ესე გავაკეთებ, ნახეთ, მაინც აი ესე. აი ესე, თვალი ნამატის გარეშე და აქ 6 თვალი ნამატის გარეშე, როგორც გსოვდით, ეს ნაცრისფერი ასეთი მკრთალი სიმბოლო რაც არის, ამას მიანიშნებს, რომ ესეთი ნაკსოვი გჭირდებათ. 1 2 3 4 5 6. ეხლა გვაგრძელებთ, შემდეგი სვეტი გაქვთ, ნახეთ, არკაში. აი ეს ორნამენტის შემდეგ არკაში. აბა ნახოთ, აი არკა ნახეთ, ხო? აქ შეგიძლიათ პრინციპში თვალში შეხვიდეთ. თუ ძალიან მჭიდრო თვალი არა გაქვთ ჩემსავით. დეთ აქ მე ორი წვერი მაქვს, ამიტომ კარგად უნდა შევიდე. აი ესე. და სვეტი, ანუ თვალი ერთი ნამატით. აი ეს. აი ესე გაქვთ. შემდეგ ისევ ორნამენტი მოდის, ეს უკვე ცენტრალური ორნამენტი, ხო, როგორც წესია. 1 2 3 4 5, როგორც მანამდე ვაკეთებდით. ჩადიხართ აი ამ აი აქ, ხო, წინა რიგის, ეს ორი სვეტი ამოდის არკიდან და აი იმათ ფუძეზე. აი ესე, აქაც 6 თვალი ნამატის გარეშე. შემდეგ აქ რა თქმა უნდა ეს ორი სვეტი გაქვთ შუაში, მათ შორის ერთი თავისუფალი თვალი. ეს ორი სვეტი. ერთი ამოვიყვანებ, ერთი თავისუფალი თვალი, მეორე. მე მგონი სწრაფად გსო, მაგრამ მე მგონი უკვე ბევრჯერ ვიმეორებ და ამიტომ ეს ნელ-ნელა აღარ გსო. ისე ორნამენტი, ხო, ეს მეორე. ეს შუაში გექნება სრულყოფილი, აი როგორც ქვემოთ იყო ხოლმე, ხო? 1 2 3 4 5 და ჩავდივართ აი აქ. აი აქ. ესე მოჭიმეთ. თვალი ნამატის გარეშე იყო, ეხლა 6 თვალი ნამატის გარეშე. 2 3 4 და 5 6. 6 გვინდა, ხო? კარგით. აი აქ. სვეტი არკაში. აი როგორც აქეთ ხარეს იყო ეს სვეტი, აქ ხედავთ ხო, აქ ეს სიმეტრიის ღერძი გაქვთ და ამის მიმართ ზუსტად ერთნაირად უნდა მოგსვათ. ეხლა ნახეთ ეს არკა გაქვთ. აი აქ. აი აქ. ჭირდებათ შესვლა. ну არკის თვალში შევდივარ, ესე გადავწყვეტე. შეგიძლიათ შემოუაროთ, მაგრამ თვალში თუ შევხვალთ, უფრო ფიქსირებულად იქნება. შემდეგ გვაქვს ისევ ნახეთ, ნახევრად ფრთა ესეთი, ხო? და ჩავამაგრებ აი ბოლო და იმის წინა სვეტს შორის, აი წინა რიგის. აი აქ სადღაც, აი აქ. 1 2 3 4 5, 5 თვალი გვინდა, ხო? ახლა ნახეთ. აი აქ და აი აქ. თვალი ნამატის გარეშე. ახლა ზედ 6 თვალი ნამატის გარეშე. აი ესე გაქვთ. ახლა ბოლოს
ორი სვეტი გაქვთ, ბოლო ესე იგი, სადაც ნიშნული გაქვთ იმ თვალიდან გამოდის ორი სვეტი. აი ნახეთ ეს ნიშნული, ძალიან დაგეხმარებათ, როგორც გითხარით. ეხლა მოდით ჯერ ვუხსნით, თორე ჭიდრო თვალია ისედაც. აი ეს ერთი სვეტი, პირდაპირ მეორე სვეტი, იგივე თვალიდან. აი ეს. აი ესეთი ნახეთ, ახლა შეხედეთ, აი დაემატა, გაფართოვდა ესე თქვათ. ეხლა უნდა ავამაღლოთ, ესე იგი აქ ვიყავით ხო, კიდევ აი აქ ავდივართ, სამი თავისუფალი თვალი და ისევ იგივე თვალიდან გამოდის კიდევ ერთი სვეტი. ნიშნულს დავამაგრებ აუცილებლად. აი ესე სამი თავისუფალი თვალი, დავაბრუნოთ ნიშნული. მოტრიალდით და კიდევ ერთი სვეტი, აი ნახეთ, აი ეს თვალია ხო, ანუ სვეტი და მაგის თავი, აი ეს არის. აი აქ ამოვიყვან მეორე სვეტს. აი ეს. ეხლა ორნამენტში გაქვთ აი ეს სვეტი, ნახეთ. შემდეგ ერთი თავისუფალი თვალი, მომდევნო ორნამენტში სვეტი და როგორც ვგსოვთ პრინციპში, ისე დანარჩენი. ესე ჯერ ორნამენტში ერთი სვეტი, ერთი თავისუფალი თვალი, მეორე ორნამენტში, აი მომდევნოში უბრალოდ ხო? შემდეგ პირდაპირ აი აქ სვეტებს შორის არკაში ერთი სვეტი, თავისუფალი თვალი, მეორე სვეტი. ისევ ორნამენტში სვეტი. აი ესე. ეხლა ერთი თავისუფალი თვალია ხო? აი ეს მოგსოვე, ნახეთ ამ ორნამენტში და ეხლა თავისუფალი თვალი, მერე კიდევ ორნამენტი. აი ესე. და ისევ აი ორნამენტი მოდის, აქაც სვეტი. და ბოლოს ორი სვეტი გაქვთ, ნახეთ, აი ბოლო ნიშნულის თვალიდან გამოვა ეს ორი სვეტი. აი აქ. მოხსნით თორე ძალიან აი ესე. ჯობია რომ მოხსნათ ხოლმე და ისე აი ეს ორი სვეტი ერთი და იგივე თვალიდან. კარგით. აი კარგად გავიარეთ უკვე საკმაოდ მოგსოვეთ. აი აქ ვარ. აი ახლა ავამაღლებ ისევ სამი თავისუფალი თვალი იგივე თვალიდან და ახლა უკვე ხვდებით რომ მეორდება. აი ახლა მე რასაც მოვგსოვ, ეს ზუსტად იგივეა რაც აი აქ მოგსოვე. შემდეგ აი ესე იგი აქ ხო? მოტრიალდებით, ეს რიგი იგივეა რაც აი ეს უგუღმა რიგია, ხო? აი ხედავთ, ერთ და იგივეა. ესე იგი ესენი წაღმა რიგები, აი ეს ერთი რიგის გამოტოვებით. აი ესე მოგგსოვთ, ახლა აქ რამდენიც არის, ესე მოგგსოვთ, ნახეთ. წაღმა რიგი, უგუღმა, წაღმა, უგუღმა, წაღმა. ანუ წაღმათი ვიწყებთ, ესე ვთქვათ, ანუ რასაც ვიმეორებთ. 1, 2 მოგგსოვეთ და კიდევ ესე იგი ეხლა მოგგსოვ ისევ აი ამ რიგს, აი აქ, ისე უგუღმას და წაღმა. ესე იგი აქ დაგიბრუნდებით, კარგით, როცა აი ეს მოგგსოვილი მექნება. აი ეს რიგი. აი აქ დაგიბრუნდებით. წესით აქ უნდა დავაგროვოთ ჩვენ ახლა აი მას შემდეგ რაც გაფართოება დავიწყეთ, აი გვერდითი ესენი რო დაემატა, ნახეთ, სამი ცალი დაემატება. აი ახლა გვაქვს ერთი მოგგსოვილი, ხო? აი ეს გვერდითი. აქ ახლა ამის გადათვლას არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ახლა ჩვენ თვლით აი მას შემდეგ რაც გავადიდეთ, რამდენი რიგი უნდა მოგგსოვთ და გეტყვით, აი 1, 2, 3 ორნამენტი უნდა გქონდეთ მოგგსოვილი და მაშინ შეგხვდებით. ახლა ერთი მაქვს ჯერჯერობით, ხო? გვერდითი ორნამენტი. ესე იგი, როგორც გითხარით, ახლა მე გავიმეორებ. ესე იგი, აი აქ ვარ. აი აქ, აი ამ რიგს მოგგსოვ, ისევე როგორც ეს იყო. შემდეგ მოტრიალდები უგუღმა რიგსაც იგივე როგორც წინა. კარგით, ესე თქვენც გაყევით. ნიშნულები გამოიყენეთ ხოლმე ყოველი ესე იგი მოტრიალებისას ხო რიგს როცა იწყებთ. ესე გაყევით თქვენც მოგგსოვეთ.